როგორც ული კულტურას ისეთი ქვეყანა ხარ. მე ესე მგონი. ფიასკო გელათზე. დისკვალიფიცირებულ კომპანიას ჩაბარებული სვეტი ცხოველი, სადაც წყალი ჩადის. საყდრისის აფეთქებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი. ჯვრის ქვის შეჩერებული საკონსერვაციო პროექტი. ტიმოთე სუბნის მე-13 საუკუნის ლორფინის დაზიანებით გადაბურული სპილენძი. დღევანდელი პოლიტიკა. ყველგან სპილენძი უნდა გამოვიყენოთ. კი ბატონო. თუ შეჩერდა ეს პროცესი, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად ერთ-ერთ სოკოებს, რომელშიც არავითარი განსხვავებულობა და ინდივიდუალურობა აღარ არის. გურგულია ციხე ამ ტკივა, გული ძალიან ტკივა. $1899 წლის 5 ივნისს სვეტიცხოვლის სარესტავრაციო კომიტეტი მსჯელობდა, როგორ აჯობებდა გადახურვის რესტავრაცია, თუნუქით თუ ისევ ლორფინით. უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ტაძრის საბურავი მასალის სიმტკიცე და სიმაგრე, არამედ ტაძრის დაბურვის სტილი, ტიპი და ტონი, ფერიც კი. ტაძარს დიდი ხნით უნდა ავარიდოთ ქვის ფილების სიმძიმე. ქვა ნაკლებ საიმედო მასალაა დაბურვისათვის. ტაძრის დაბურვის სტილის ტიპის შენარჩუნება შესაძლებელია ლითონით დაბურვის შემთხვევაშიც. ცოდნენი უნდა გამოვიძახოთ ტრაპეზუნიდან. ვინც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს, უცილობელი მოვალეობა არაფრით არ დაარღვიოს ან შეცვალოს რაიმე თავისებურებებში, რითაც გამოირჩევა ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. ნუ მივიღებთ ნაჩქარო გადაწყვეტილებას, რათა შეცდომა არ დაუშვათ. სხვებსაც დავეკითხოთ. ამ მსჯელობის შემდეგ 126 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შენარჩუნდა თავისივე ისტორიული ფორმით, სტილით და ფერებით. მას შემდეგ სვეტიცხოვლის გადახურვა არაერთხელ რესტავრირდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. დღევანდელი შესაძლებლობების ფონზე კი საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარს ძეგლთა დაცვის სააგენტო წვიმისგან ვერ იცავს. ბოლო 2 თვეა ლორფინიდან რამდენიმე ადგილას წყალი ჩამოდის. მოცემულ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პირველადი გადაუდებელი სამუშაოები, ანუ ბზარების ამოწმენდა, ამოვსება, შესაბამისი ხსნარით, რომ დროებით შეჩერდეს წყლის ჩადინება, დანარჩენი სამუშაოები უკვე რაც ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაიგეგმოს, ეს იქნება დროებითი გადახურვა თუ ტაძრის მოქცევა მთლიანად ერთიანი გადახურვის კონსტრუქციაში. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თქვა სპილენძის გადაბურვა მოხდეს სვეტიცხოველსაც? მას შემდეგ, რაც ძეგლს მსოფლიო მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭეს, ქვეყანამ განსაკუთრებული ვალდებულება აიღო მის მოვლა პატრონობაზე. უნდა შექმნილიყო პროფესიული ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ტაძარს მონიტორინგს გაუწევდა, რომ თუნდაც წყლის ჩასვლისგან დაეზღვია. ეს რგოლი კი ძეგლთა დაცვის სისტემაში დღემდე არ არსებობს. რაც ახლა სვეტიცხოვლში კი ბატონო. მოხდა ეს არ არის ერთჯერადი არ არის. რა მოხდა სვეტიცხოვლში? მოხდა ის, რაც ბევრჯერ ნახეთ გელათში, ეს არის სამუშაოების დაგეგმვის და რისკების შეფასებაში. აი ამ კომპონენტებში არის შეცდომები და არასწორად წარიმართება პროცესი. კადრებში ხო ცხადად ჩანდა, რომ სვეტიცხოვლში წვიმს. წყალი მოედინება კედლებზე. ყველამ დაინახა ეს. მიუხედავად ამისა, რა განცხადება გააკეთა სააგენტომ, რომ საფრთხე არ არსებობს, წყალი ჩამოვიდა, მაგრამ არსებითად ყველაფერი წესრიგშია. ანალოგიური იყო გელათში. სახურავიდან წვიმის ჩასვლა მიზეზი აღმოჩნდა არაერთი ტაძრისთვის, რომ ძეგლი არა ისტორიული მასალით, არამედ სპილენძით გადაბურულიყო. სვეტიცხოველიც დღეს სწორედ ამ რისკის წინაშე დადგა. შეფასება და შესრულება ერთ ვერტიკალში, როდესაც არის მოქცეული, ესეთი შეცდომები არის გარდუალი. განსხვავებული აზრის შიგნით არ არის და ეს სპილენძიც ეშინიათ, რომ ხარისხიანად ვერ გაკეთდება ვერც ლორფინი, ვერც კრამიტი და ნახეს მარტივი გამოსავალი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ისტორიულად საქართველოში ტაძრები სპეციალური ქვისგან საგანგებოდ, ხელით გამოთლილი თხელი ნაჭრებით, ანუ ლორფინით იბურებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში გადახურვისთვის ძირითადად კრამიტს ან აგურს იყენებდნენ. ტიმოთე სუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე თორის მფლობელმა შალვა ახალციხელმა დააარსა. აქა თორის წყლის აღმოსავლეთ არს კიმოთისმანს, მონასტერი გუმბათოვანი, კეთილშენი, შვენიერს ადგილს ზის წინამძღვარი. ასე აღწერს ტიმოთე სუბანს ვახუშტი ბატონიშვილი.
ტიმოთე სუბნის ტაძრის ავთენტური ლორფინის გადახურვა პერიოდულად რესტავრირდებოდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სახურავიდან ჩასული ნალექი უნიკალურ კედლის მხატვრობას აზიანებდა. 2022-23 წლებში ლორფინის გადახურვა ისე რესტავრირდა, რომ წყალი აღარ ჟონავდა, მაგრამ ძეგლთა დაცვის სააგენტომ პროექტის მიხედვით ტაძრის ლორფინის ნაწილობრივ ავთენტურ, ანუ მე-13 საუკუნის გადახურვაზე ზემოდან სპილენძი დაამონტაჟა. საკუთარ ნამუშევარს არ ენდობიან. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერების შეფასებით, ძეგლი არასწორი მეთოდოლოგიით და შეუსაბამო მასალით გადაიხურა. ლორფინის ძველ სახურავს და სპილენძის ახალ სახურავს შორის მოეწყო ხის სპეციალური კონსტრუქცია, დამაგრდა ლორფინის სახურავზე, ან მას სპეციალური სამაგრებით, რომელიც შიგნით იშლება, საცეცებს იკეთებს, ამიტომ ის გარკვეულ სიღრმეზე ჩადის ლორფინის სახურავში, არ ხრეტს ბოლომდე სახურავს, თუმცა მის ზედაპირს ცალკეულ წერტილებში აზიანებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომა. სამწუხაროდ არის შიშის მდგომარეობა და არა პროფესიონალიზმის. როდესაც ოსტატმა, მშენებელმა ჩაიფიქრა ეს ძეგლი, დააშენა ისეთი, როგორიც ააშენა, ლორფინის გადახურვა გააკეთა. გადახურვა არის მეხუთე ფასადი. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ჩანს თუ არ ჩანს ის კონკრეტული სეგმენტი სახურავისა. მასთან დამოკიდებულება ისეთივე უნდა გქონდეს, როგორც ყველა სხვა ფასადთან. ანუ აქაც უნდა ცდილობდე მაქსიმალურად შეინარჩუნო ის ფორმა, ის მეთოდოლოგია, ის მასალა, რომლითაც არის გადახურული. ტიმოთე სუბნის ბოლო სარესტავრაციო სამუშაოებში 900,000 ლარამდე დაიხარჯა. ძეგლში წყლის ჩადინება აღარ იქნება შესაძლებელი. ასევე მოვლილი იქნა ფასადი, ისე როგორც ეს ამ ძეგლის ავთენტურ ხასიათს ეკადრება. აღმატებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ტაძრის რესტავრაციის ყველა ეტაპზე ორი საბჭოს, კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს საბჭოს თანამშრომლობას. მე ვიყავი თვითონ საბჭოში, რომელიც წინააღმდეგი ვიყავი მაგის, მაგრამ მაინც ამით დახურეს, იმიტომ რომ უიწყალი არჩევდა გელათისგან გამომდინარე ეშინია. ჯობია რომ უზრუნველყოფილი მშვიდად იყვნენ. აი ეს არის მაგათი ის, მაგრამ ამ დროს რაღაცა ძალიან ბევრი გვეცლება ხელიდან. იკომოსის საქართველოს წევრი ლია ბოკუჩავა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრიც არის. ამბობს, რომ საბჭოზე ხშირად სწორედ ამ საკითხზე უწევს დაპირისპირება როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. სპილენძით გადაფარვის ტენდენცია ესე მწვავედ დგას, თქვენ როგორ ხედავთ, აი როგორც სფეროში მოვაწოდოთ? პირადად ჩემთვის მწარედ არის ძალიან, ხო, ძალიან მწვავედ არის. კახეთის არქიტექტურაში ხდება უფრო მეტად კრამიტი, აგურის გადახურვებიც იყო, არის კიდევ ლორფინის გადახურვა. სვანეთში, თუშეთში, ავარი, იქაც არის ქვის ფიქალით გადახურვა. ანუ ეს არის სახასიათო საქართველოსთვის, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. როგორც სტუდია მონიტორმა გაარკვია, საქართველოში ლორფინის დაგების სკოლა არ არსებობს. ოსტატს, რომელსაც აქვს კრამიტისა და ლორფინის დაგების გამოცდილება, ავტომატურად კირითხუროსა და სახურავის დაგების სერტიფიკატებს ანიჭებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სააგენტოს სპილენძით დაბურვის პოლიტიკას რეალურად ორი მთავარი მიზეზი აქვს. სპილენძთან შედარებით ლორფინი დაახლოებით 7-ჯერ ძვირია და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სპეციალისტების სიმწირე, რაც თავად სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. მოთხოვნა უნდა იყოს ამისი და შემსრულებელიც იქნება აუცილებლად. ისინი, ვინც თქვა, წასულები არიან ამ საქმიდან, ისინიც დაბრუნდებიან და საკმაოდ მე ყველას ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ზოგი ცხვარში წავიდა, ზოგი ბენზოგასამართად მე თვითონ მუშაობდი ახლა ძალიან მნიშვნელოვან ძეგლზე და გალავანზე და სამი ის იყო ქვას ვინც ალაგებდა, ვერც ერთმა კახელმა ვერ დაალაგა ქვა, ვერც ერთმა. იმიტომ რომ მოყავდათ რაღაცა, თავის ბოსელს რო აშენებენ რაღაცას. ანუ ეგრისი ბრალია. იმიტომ რომ იაფი მუშაობდათ. მეტი არაფერი. კულტურულ მემკვიდრეობაში მარტივი გამოსავალი ეს არის კატასტროფა. არასოდეს მარტივი გამოსავალი არ არის სწორი. სასაცილოა უბრალოდ დღეს მსჯელობა იმაზე, რომ ლორფინის გადახურვაში წყალი ჩამდის და ვერ ვაკავებ. დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით ეს უბრალოდ იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ როდესაც შენ ამას ამბობ და შენ კულტურული მემკვიდრეობის მართვის სახელით ლაპარაკობ, დღევანდელი განვითარებული ტექნოლოგიების პარალელურად შენ ეს პრობლემა გიდგას, სიგიჟია.
2021 წელს კულტურის მინისტრმა წულუკიანმა გელათის ტრაგედიის ფონზე, სადაც სწორედ კრამიტის გადახურვა იყო მიზეზი, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნიკალური მხატვრობა თითქმის მთლიანად განადგურდა, გადახურვის სპეციალისტთა რეესტრის შექმნა. ესენი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ქვითხურო, ხიდქურო, ხურო, კირითხურო და სახურავთა ოსტატებიც, რაც დღეს არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით არის მწვავე საჭიროება ჩვენი სისტემისთვის. გასაუბრების შედეგად ეს ადამიანები დასაქმდებიან ჩვენ სისტემაში ღირსეული ანაზღაურებით და ჩვენ აქცენტს ყოველთვის მომავალში დღეიდან უკვე გავაკეთებთ. არა რაოდენობაზე თუ რამდენი ძეგლი რესტავრირდა, არამედ ხარისხზე. კულტურის სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ვთხოვეთ ინფორმაცია ამ რეესტრის შესახებ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ამ განცხადების შემდეგ სპილენძით სრულად გადაიბურა ტიმოთე სუბანი, ნაწილობრივ უკვე გრემი და გერგეტიც. დაიგეგმა იყალთოს მონასტრის სპილენძით გადაბურვაც. ეს აუცილებლობით არის გამოწეული. ყველგან სპილენძი უნდა გამოიყენოს. კი ბატონო. შემდეგი ქართული უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი გრემია. კახეთის სამეფოს დედაქალაქის მე-16 საუკუნის მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკის ანსამბლი, კახთა მეფის ლევანის მიერ აგებული. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარს აგურის გადახურვა ჰქონდა. ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებლის გიორგი ჩუბინაშვილის აზრით კი, გრემის ეკლესიის ექსტერიერის დეკორატიულ გაფორმებას გუმბათის კარვისებურ გადახურვაში გამოყენებული მოჭიქული კრამიტი ასრულებდა, რომლის ნამტვრევებიც ეზოშია აღმოჩენილი. 2021 წელს გრემის ფირუზისფერი გადახურვის რესტავრაცია დაიწყო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ჯეობილდმა, რომელიც ტიმოთე სუბანში სპილენძზე მუშაობდა. 2022 წელს ძეგლთა დაცვის სააგენტომ გრემში სამუშაოები შეაჩერა და ახალი პროექტის მიხედვით მთავარი ტაძრის რესტავრირებული ფირუზისფრად მოჭიქული ფილები ზემოდან სპილენძით გადაბურეს. თავდაპირველი და შეცვლილი პროექტის ავტორს მიხეილ გელაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. ბატონო მიხეილ, სპილენძის გადაკვრა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო წარმატებით რესტავრირებულ კრამიტზე? კომპანია, რომელიც ამაზე მუშაობდა, ამ ნაწილში კარგად დაასრულა, მაგრამ ქვედა ნაწილში, რომელიც ეს კარნიზის მიდამოებში, სადაც ჯერ კიდევ ის იყო ძველი 2012 წლის დარჩენილი პატარა ხრეჩოები, ის არ გააკეთა ან ვერ გააკეთა. მოკლედ ამ დროს დარჩა პატარა ხვრელები, საიდანაც ჩაიჟონა წყალი. შესაბამისად, დიდი წვიმების შედეგად იქ ხდებოდა წყლის ჩადინება. სჭირდებოდა იმას ძალიან სიფრთხილით კეთება. მეთოდურად გამართლებული სპეციალისტი საჭირო იყო იქ მივლინებულიყო და გაეკეთებინა ის, რაც ამოსაგოზი იყო და ამით დასრულდებოდა ყველაფერი. ვერ მოიძებნა ეს სპეციალისტი, ვთქვათ, აი ცოტა, მაგრამ ხომ არსებობენ ეს ადამიანები და თუ პრიორიტეტი არ იყო გრემი? როგორ ფიქრობთ? რატომაც პრიორიტეტი ყოველთვის იქნება გრემი და ალავერდიც და იყალთოც და ყველაც რა თქმა უნდა, თუნდაც ტიმოთე სუბანიც, მაგრამ ფრესკები უპირატესია ამ შემთხვევაში და დროებით შესაძლებელია ეს პრობლემა მოიხსნას და შემდგომ ისევ დაუბრუნოს თავის ავთენტურ სახეს. ეს დროებითი რა ვადას გულისხმობს? დროებითი ახლა თუნუქი არის 30 წელი ძლევს, 40 წელი ძლევს. ფაქტურად ჩამოშლილია დარგი, როცა 21-ში კრამიტსაც ვერ გააწყობ და არ არსებობს ამის შემსრულებელი ან აბარებ ისეთ ჯგუფს, რომელიც არ არის ამაში დახელოვნებული, ვერ გაართვათ თავი. გრემი ხარაჩოებშია, თუნუქიზაციის პროექტი მიმდინარეა. მისი იერსახე უკვე ასე შეიცვალა. ხელშეკრულების საერთო თანხა თითქმის 9 მილიონი ლარია. მე-16 საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ოდითგანვე ფირუზისფერი გადახურვა ამშვენებდა, მალე მთლიანად სპილენძით დაიფარება. მხოლოდ სამრეკლოს გადახურვა დარჩება როგორც ტაძრის ისტორიის უცვლელი სახე. შემდეგი ალავერდის მონასტერია. გასული წლის ივნისში ალავერდის სამონასტრო კომპლექსი ქარბორბალამ დააზიანა და როგორც ეს სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრა. კერძოდ სამრეკლოს და მთავარი ტაძრის გუმბათის გადახურვა მთლიანად სპილენძით გადაიბურა. მკლავებზე დაზიანებული ლორფინი კი რესტავრირდა. ეს კი იყალთოა, ფერისცვალების, სამებისა და ყველაწმინდის ეკლესიები.
აკადემიის შენობის, სატრაპეზოს, მარნის, 6 ეკლესიისა და რამდენიმე შენობის ნაშთი. მონასტრის მთავარი ტაძარი ფერისვალების ეკლესია სავარაუდოდ მე-9 საუკუნეში ააგებული ძველი ეკლესიის ადგილზე. რადგანაც იყალთოს გადახურვა ისტორიულად უდიდესი ალბათობით სწორედ კრამიტი იყო, 2012 წელს ტაძრის სახურავი დაიფარა ძვირადღირებული ესპანური კრამიტით. ისტორიულ მასალას კრამიტს მალე აქაც სპილენძი ჩაანაცვლებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და საპატრიარქომ აქაც სპილენძით გადაბურვა გადაწყვიტეს. იყალთოში კედლის მხატვრობა აღარ შემორჩა. კედლები დაბზარულია და ძეგლის ინტერიერი მთლიანად რკინის ხარაჩოებშია. როგორც ადგილზე გვითხრეს, ჯერ კვლავ არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის კრამიტის ნაცვლად სპილენძით გადაბურვა მალე დაიწყება. კრამიტი შეუცვლელი მასალაა, იმიტომ რომ ვერანაირი სხვა მასალა ვერ გამოიწვევს იმ საოცარ მხატვრულ ეფექტს, რომელსაც კრამიტი იწვევს, იმიტომ რომ კრამიტი ცოცხალი მასალაა და ეს ფერადოუნების ცვლილება იქ თავისი რაღაც ზოგს რაღაცა მცირე ხავსი უჩნდება და ასე შემდეგ. ეს ცხოველხატული ესეთ ფერწერული მასალაა კრამიტი, რომელიც ძეგლის მშვენებაა, ხო? ანუ მხატვრული თვალსაზრისით და ამიტომ შეუცვლელია. სპილენძის პროექტის ავტორი აქაც მიხეილ გელაშვილია. გორგონია შესაძლოა ამტკივა, გული ძალიან მტკივა. და მაშინ რაღაცა ვაკეთებთ ამ პროექტებს სპილენძის გადახურვით? ვერ ვასრულებთ ამ ეტაპზე. სულ ყოფილა 100%-იან დაცულობას რა, ჯობია. მაშინ ეს მარტო თამწერთა დროებით იყოს 100%-იანად დაცული. სააგენტოს თითქმის 4 მილიონიანი პროექტი მთავარი ტაძრის და აკადემიის რეაბილიტაცია-რესტავრაციას გულისხმობს. შემდეგი გეგმა გერგეტის სამებაა. ხევის უმთავრესი სალოცავი, მე-14 საუკუნე. მთავარი ტაძრის ლორფინის გადახურვა კრიტიკული მდგომარეობის გამო გასულ საუკუნეში თუნუქით ჩანაცვლდა. ტაძრის გუმბათის თუნუქის გადახურვა, რომელიც წვიმისა და თოვლის ნალექს ატარებდა, გასულ წელს სპილენძით უკვე შეიცვალა. სამრეკლოს ავთენტური მე-14 საუკუნის ლორფინის გადახურვის შეცვლა სპილენძის ფურცლებით კი მიმდინარე პროექტითაა დაგეგმილი. ამისთვის სხვა სამუშაოებთან ერთად 9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გადაუდებელი საჭიროება არ ჰქონდა. თან სამუშაოები დაგეგმილია კიდევ 1 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო მსგავს მიდგომებს ავლენს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე საქმის გაიოლების ნაწილი. ბოლო წლებში რასაც ხედავთ და ისევ იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია თანმიმდევრული მიდგომები არც ძეგლთა მოვლად პატრონების მიმართ და არც ტურიზმის მართვის მიმართ, ჩვენ ვხედავთ აი ესეთ სტიქიურ და სრულად გაუაზრებელ ჩარევებს ერთიანობაში იმ თავარ ღირებულებას, რაც იყო მისი ერთის მხრივ ისტორიული მხატვრული სახე და მეორეს მხრივ აი ეს გარემოსთან შერწყმა სრულად რაც მას გამოარჩევს სრულებით. სამწუხაროდ კარგავთ აი ამას თანდათანობით. სპეციალისტები ვამბობთ ხოლმე გელათის შემთხვევაში ლაკმუსივით იყო, ლაკმუსის ქაღალდებით და დარგი რა მდგომარეობაში დღესდღეობით გამოაჩინა გელათმა. ეს არის უფრო არასერიოზული დამოკიდებულება, გულგრილობაც, იმიტომ რომ სახელმწიფო ვალდებულია წაახალისხოს ის ჯგუფები, რომლებიც წლებია მუშაობს კონკრეტული მიმართულებით. მეტად ჩართოს ან კვალიფიკაცია მისცეს, ან ჩამოიყვანოს ის უცხოელები, რაც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, აუცილებელია ჩვენერი განვითარება ქვეყნისთვის, თანამედროვე მიღწევების, თქვათ, ზიარება და უფრო მეტად რომ არ შევიდეთ აი ესეთ კატასტროფა რო არ მივიღოთ ძეგლზე. გელათის შემთხვევაში ეს ფაქტორიც იყო ყველა საექსპერტო დასკვნაში, რომ აქ არის როგორც ნაწარმი, ანუ კერამიკა, უხარისხო ასევე მისი გაწყობის მეთოდოლოგია. აი ეს ორი მიმართულება არის პრობლემა, როგორც იკვეთება საბოლოო ჯამში. მივდივართ აი რაღაცა კუსტარულ ვიზუალთან, რასაც ქვია თუნუქით გადავფაროთ და რაღაცეების შიშები, წინსვლის შიშები, არანაირი ფინანსები ამ კუთხით, წინწაწიონ დარგი, ჩამოიყვანონ, გაუშვან, კვალიფიკაცია აუმაღლონ და შემდეგ აი ამ საქმიანობაში ჩართონ აქტიურად ახალგაზრდები. თავარი მაინც ეს მხატვრული ასპექტია და ვთქვათ, თუ ჩვენ დღეს დაკარგული გვაქვს ეს ცოდნა და გამოცდილება, ხო, შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ ევროპული გამოცდილება, რომელიც დღესაც ცოცხალია, დღესაც ასე კეთდება იქ და ასე ინახება უამრავი, რა ვიცი, ძველ ქალაქში იქნება ნაგებობა თუ ეკლესია, მონასტერი და ეგ არის სწორედ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, ხო, რაც ასე გვჭირდება და გვაკლია და რაც ასე გვჭირდება სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. როგორც ული კულტურას ისეთი ქვეყანა ხარ. მე ესე მგონია. ვინიცის
სააგენტო და საპატრიარქო ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანესი ტაძრის, სვეტიცხოვლის სპილენძით გადაბურვას გადაწყვეტს, რომ იქაც გელათის ტრაგედია არ განმეორდეს. კარგი, დღეს ესე ხურავ, მაგრამ ეს სისტემა, ძეგლთადაცვის სისტემა არ ამესაკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსწორდეს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში მეყოლება სპეციალისტი, რამე ტრენინგებს ატარებ, ახალი სასწავლო მეთოდოლოგია გაქვს დაგეგმილი, სტანდარტებს წევ, მაღლა. ეს მეთოდოლოგია საერთოდ როდესაც ამას აკეთებს, ადვე ფიქსირდება, იწერება, სახელმძღვანელო იქმნება, რამეს აკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს.